ღვთის ყველა სწავლა ღრმა და დიდია. ღვთის სწავლების თანახმად ქრისტიანს ხსნა არ შეუძლია, თუ ამ ქვეყნად მადლიერად და სამართლიანად არ იცხოვრებს. ამიტომ სახლში კარგად მოიქეცით და მომუშავეებმა ეცადეთ, რომ თქვენს სამუშაო ადგილებზე კოლეგების მიმართ მადლი გამოიჩინოთ. სამართლიანად და სათნოდ ცხოვრება სულელთა საქმე არ არის. ჩვენ ღვთის ყველა სწავლებას მივყვებით და ეს არის ღვთის ელოჰიმის სწავლება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ იმ სწავლებების შესაბამისად, რომლებსაც ღმერთი ელოჰიმი გვაძლევს. მოდით, გადავხედოთ მათეს სახარების მეხუთე თავის 20 მუხლის სწავლებას. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს. რა მოხდება? ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. ეს სიტყვები ასევე ღვთის მიერ მოცემული მცნებებია. განა ეს სიტყვები არ არის, რომლებიც აუცილებლად უნდა დავნერგოთ. მოდით ვნახოთ კიდევ ერთი მუხლი ტიმოთეს პირველის მე-6 თავიდან. მე-6 თავში 3 მუხლში წერია: ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახსიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვინმე არ ცდილობს ღვთის სწავლების განვრცობას პრაქტიკაში და გულს არ უთმობს მათ, ის როგორები არიან? ამპარტავანია და არაფერი იცის, არამედ რით არიან დაინტერესებულნი? კამათისა და პაიქრობის სენის ჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჩვი. ფუჭი კამათი. როგორი გონება? გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ გონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს. მათთვის, ვინც არ ეთანხმება ღვთის სიტყვას და ვინც არ ცდილობს ღვთის სიტყვის შესრულებას, რწმენა ვერასდროს გაიზრდება. როგორც ამბობენ, რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია მათ, ვინც ცდილობს თუნდაც უმცირესი რამ შეასრულოს. შეუძლიათ ყოველდღიურად დაინახვან, თუ როგორ ენთება მათი რწმენა. თუ ვინმე იტყვის, ღმერთის სიტყვა ამას ამბობს, მაგრამ მე ჩემი სურვილითა და სიჯიუტით ვიცხოვრებ, მაშინ რა აზრი აქვს ღმერთის რწმენას? როგორც კი ღმერთს ვეძებთ და გავიგებთ, უნდა შევიგნოთ, რომ ღვთის ყველა სწავლება პრიორიტეტულად უნდა მივიჩნიოთ და ამ ქვეყნად ყველაფერზე წინ ისინი შევასრულოთ. ამგვარად, როცა მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ჭეშმარიტად ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გულმოდგინედ ცხოვრობენ და თავიანთი რწმენის ცხოვრებას ღვთის სწავლების შესაბამისად წარმართავენ, მხოლოდ მაშინ ახდება წინასწარმეტყველება, რომ ისინი მსოფლიოს ხალხებს შორის ქებულნი და პატივსაცემნი იქნებიან. გთხოვთ, რომ თქვენი დარჩენილი ცხოვრება შესანიშნავად გაატაროთ, როგორც სამაგალითო ქრისტიანმა, რომელიც მამასა და დედას სიხარულს ანიჭებს, ასრულებს სინათლისა და მარილის როლს და ხელს უწყობს სახარების გავრცელებას და მსურს ქადაგება დავასრულო. დიდი მადლობა.